დედაქალაქის მთავარ გამზირზე სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები არიან. ახლა მოსულები, როგორც კადრში ხედავთ, უკვე გაზეთის დარიგება დაწყებული არის თავისუფლების ხმა ციხიდან. ასე ეწოდება გაზეთს, რომელიც უკვე მეორე ნომერი არის გამოცემული, ლიმიტირებული შეზღუდვით არის გამოცემული, ლიმიტირებული რაოდენობით. აღნიშნულ გაზეთებში განსხვავებით წინა გაზეთისა, ასევე არის გადმოცემული ოჯახის წევრების, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების ცნობებით, განცდებით იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათი შვილები არ არიან კრიმინალები, არ არიან დამნაშავეები და ისინი არიან აქციაზე დაკავებული ადამიანები. აღნიშნულ გაზეთს, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, წაიღებენ აუცილებლად რეგიონებშიც და გააცნობენ იქ მყოფ ადამიანებს, ვინაიდან ისინი ასევე ამბობენ იმასაც, რომ გაზეთები არის ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი ინფორმაციის, რომელიც ეხმარება მათ, რომ საზოგადოებას მიაწოდონ მათი მხრიდან დანახული ცხოვრება, როგორი არის საკნების უკან და ახლაც ისინი არიგებენ, საზოგადოებას აცნობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა წერია უკვე რიგით მეორე გაზეთში გამოცემის შესახებ. პროპაგანდას ჩაკეტილი აქვს ყველაფერი, მაქსიმალურად ჩაბნელებული აქვს მათი მხარე, რომ ვერავინ ვერ გაიგოს რა ხდება რეალურად ამ პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების ირგვლივ. ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება, რომელსაც ადგილზე მიუტანთ სავაჭრო ცენტრებში, მეტრო სადგურებში, ბაზრობებში და დაურიგებთ და აუხსნით ხალხს, რომ წაიკითხონ და ნახონ, დაინტერესდნენ, ეგება მართლა ყაჩაღები არიან, ეგება მართლა კარგი ბიჭები არიან, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ეს. ვიღაცას მაგალითად ინტერნეტთან არ აქვს კავშირი, ვიღაცა შეიძლება ტელევიზორს არ უყურებს და ვიცით, რომ წინა ნომერიც აქტიურად დაარიგდა რეგიონებში, ხალხმრავალ ადგილებში და ჩვენ ხა ხშირად გვიწევს ხოლმე რეგიონებში ჩასვლა და იმ ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია და შესაბამისად რაღაცნაირად ჩვენ წვლილი შევიტანეთ ამაში, რომ იმ ხალხსაც მივაწოდოთ ინფორმაცია, რა რეალობაში ვცხოვრობთ და მაქსიმალურად ინფორმირებულები იყვნენ. ეს ნომერი არის განსაკუთრებულად განსხვავებული და კიდევ უფრო მეტად ემოციური, იმით რომ მასში განთავსებული არის 23 პოლიტპატიმრის ოჯახის წევრის წერილი მიმართვა საზოგადოებისადმი და 5 პოლიტპატიმრის წერილი. და ეს გაზეთი თავს უყრის ათობით პოლიტპატიმრის წერილს მიმართვას და მათი ოჯახის წევრების სათქმელს. სინდისის პატიმრების ოჯახის მთავარი მიზანი არის, რომ ამ გაზეთებით მათ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოების თითოეულ წევრს და პარალელურად აღსანიშნავია ის, რომ რუსთაველის გამზირი აქციის მიმდინარეობის 226 დღესაც გადაიკეტა. ადგილზე არიან წარმოდგენილი აქციის მონაწილეები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. 226 დღეა აი ამ ყოველდღიურობას.